აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ჟიული შარტავას საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების დაღუპვიდან 32 წლისთავთან დაკავშირებული მემორიალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გაიხსენეს ჟიული შარტავას და სხვა თანამებრძოლების თავდადება საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. მემორიალურ ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ასევე დაღუპულთა ოჯახები და საზოგადოების წარმომადგენლები. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თანამშრომლებთან და დაცვის წევრებთან ერთად ტყვე დაიყვანეს, აწამეს და დახვრიტეს. მემორიალის ძირითადი პათოსი გახლავთ ის, რომ ბატონი ჟიული, რომელიც არის სიმბოლო თავისუფლებისა, ბრძოლისა, შეუპოვრობისა, რომელიც იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, ის და მისი მეგობრები, რომელიც დაიღუპნენ 32 წლის უკან 27 სექტემბერს, მათი გმირობის აღსანიშნავად დაიდგა ეს მონუმენტი. ჟიული ამას იმსახურებს არა მხოლოდ იმისთვის, რაც მან ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ ეს არის მაგალითი, როგორ უნდა იცხოვრო შენი ქვეყნისთვის. ის დღესაც ჩვენთვის არის სამაგალითო და იქნება სამაგალითო ბავშვებმა, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ, აქ ესწრებიან, აი იმათ იცოდნენ კარგად, ვინ იყო ჟიული შარტავა და რას ნიშნავს იცხოვრო, იღვაწო შენი ქვეყნისთვის, მისი მთლიანობისთვის და მისი ერთიანობისთვის. ოჯახისთვის ეს განსაკუთრებული ტრაგიკული მოვლენა იყო და დღემდეც ძალიან ტკივილის მომგვრელი არის ხოლმე ყოველი 27 სექტემბერი. მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც დღეს ჩატარდა აქ, არის კარგი მაგალითი, პატარა წამალი, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ გვახსოვს ეს თავგანწირვა.